გუშინ აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრესკონფერენცია გამართა. მოდით მოусმინოთ მცირე ამონარიც მისი განცხადებიდან. მართლა არ უნდა გამოსცადონ შეერთებული შტატების ნება, განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის სიტყვებს საქმით ამყარებს და თუ ისინი მას გამოცდიან, საბოლოოდ წააგებენ. რთული გზით, მრძელი გზით, გრძელი გზით თუ მოკლე გზით ისინი წააგებენ. და შემდეგ მან ეს თქვა. ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულებულია. ჩვენ მივახციეთ ამ ოპერაციის მიზნებს. მე არ ვაპირებ, იცით, ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი ასეთი ვითარება შეიქმნას. ჩვენ გვირჩევნია მშვიდობის გზა. პრეზიდენტს ურჩევნია შეთანხმება. მას ურჩევნია დაჯდეს, შეიმუშაოს ურთიერთგაგების მემორანდუმი მომავალი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც შეეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც უნდა გადაწყდეს, სრუტეების სრულად გახსნას, რათა მსოფლიო ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. და მას ურჩევნია ეს მოლაპარაკებები იმ გზით წარიმართოს, რომელზეც სტივი და ჯარედი მუშაობდნენ და რომელსაც ჩვენ ყველა უჭერდით მხარს. ეს არის გზა, რომელსაც ის ამჯობინებს. ეს ჯერჯერობით არ არის ის გზა, რომელიც ირანმა აირჩია. კარგი მარკ, მაგრამ მაინც მკაცრი განცხადებებია. ასევე მშვიდობის შესახებ საუბარია. იცი რომ პრეზიდენტი ტრამპი შეთანხმებას ამჯობინებს. და უბრალოდ მინდა კითხო, იცი, ჩვენ ყველანი ისრაელში და არა მხოლოდ ისრაელში. სხვათა შორის ვფიქრობ ამერიკაშიც ამას ვისმენთ. ვემზადებოდით საბრძოლო მოქმედებების განახლებული ეტაპისთვის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, ან მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ, ან ისრაელთან ერთად. და ისრაელები ყველა ამბობენ, გვჭირდება თუ არა, სინამდვილეში ბევრმა მუნიციპალიტეტმა ისევ გახსნა თავშესაფრები. და მერე ზუსტად რა ხდება, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ დღეს არის 4 შაბათი 6 მაისი, რადგან სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. და ეხლა ისრაელში სადილის დროა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკაში შეიძლება დილის გაღვიძებაზე ფიქრობდნენ. მაგრამ ნება მომეცი უპასუხო შენს კითხვას. 2 დღის წინ იყო განცდა, რომ ესკალაციისკენ მივდიოდით. სროლა იყო ყურისპირეთში. იყო ინციდენტი, როდესაც ირანელებმა შეუტიეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ემირატებს და გემებს. და ამერიკელებმა უპასუხეს. და ყველა მიფიქრა, ჩვენ ზღვარზე ვართ. ზღვარზე მადლობა კიდევ ერთი ბრძოლის დაწყების წინ. ეს სწრაფად გამწვალდებოდა და ისევ დაუბრუნდებოდით ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის დაბომბვაზე, ხოლო ირანული რაკეტები ისევ დაეცემოდა სპარსეთის ყურესა და ისრაელზე. და მე ყველას ვამშვიდებდი. ვამბობდი. ფიქრობდი, რომ ტრამპმა თავისი თამაში შეცვალა და რუბიომაც ეს თქვა. რუბიომ თქვა, რომ Epic Fury უკვე წარსულშია. ჩვენ გვინდა შეთანხმება. და ეს მართალია, რადგან ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ახლა ამერიკა მისდევს, გამარჯვების სტრატეგიაა. და რა არის ეს სტრატეგია? ყოველ შემთხვევაში, სანამ დღეს დილით გავიღვიძებდით. მაგრამ სტრატეგია იყო ის, რომ ირანზე ბლოკადა გვაქვს დაწესებული. ისინი ვერაფერს ვერ გააქვთ ქვეყნიდან. და სხვადასხვა ექსპერტის თქმით, იცით, ისინი კარგავენ 100,000, ბოდიში 100 მილიონ დოლარს, ხომ ასეა? ეს უზარმაზარი ფულია, ირანელები ვერ ახერხებენ ნავთობის ექსპორტს. და მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ინჟინერი არ ვარ, ყველა მეუბნება, რომ თუ ისინი ვერ გაიტანენ ნავთობს, ჭაბურღილები უნდა დახურონ. და როცა ჭაბურღილებს ხურავ, შემდეგ მათი ხელახლა გახსნა პრობლემად იქცევა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დრო იცურება, რადგან ეს ბლოკადა ზიანს აკენებს მათ. და მახსოვს, რომ გასულ კვირას გითხარი, ვფიქრობდი ეს შესანიშნავი ამბავი იყო, რადგან იცი ამერიკაში თუ ისრაელში ყველა ეს ექსპერტი, ეგრეთ წოდებული ექსპერტები ამბობდნენ, ირანელები თუ სპარსეთის ყურეს აკონტროლებენ, ეს ბირთვული იარაღზე მეტია. მათ მთელი მსოფლიო სტრატეგიულ ვიწრო წერტილზე აქვთ კონტროლი, ხომ ასეა? და ენერგიის გადაკეტვით ეს უფრო ძლიერია, ვიდრე ბირთვული იარაღის ფლობა. და რა გააკეთა ტრამპმა? მან სიტუაცია შემოატრიალა მათზე. თქვა, თქვენ კეტავთ სრუტეებს, მე ვკეტავ სრუტეებს. და შემდეგ ტრამპმა თქვა, პარალელურად ჩვენ ვეხმარებით გემებს სხვა პორტებიდან, ყურის არაბული მხრიდან, აბუდაბიდან და ურის სხვა ადგილებიდან. ვაძლევთ უფლებას ამ გემებს გამოვიდნენ. და თუ სცდით ჩვენს შეჩერებას, ჩვენ სამხედრო ძალას გამოვიყენებთ, რომ შეგაჩეროთ. და მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო გამარჯვების სტრატეგია, ძალიან წარმატებული სტრატეგია. და შემდეგ ხალხმა თქვა, ირანელები ამას ვერ მიიღებენ და ეს ესკალაციას გამოიწვევს. და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს გქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აი რა ხდება? შემდეგ მან გამოაცხადა, რომ გემების გაყვანა იმიტომ იყო საჭირო, რომ იქ გემები იყო გაჭედილი. და სინამდვილეში ჯარისკაცებს საკვები უნთავდებოდათ. ისინი საფრთხეში იყვნენ. მეზღვაურები.
მეზღვაურები ზუსტად, მეზღვაურები. ხო, აი ჩემი სამხედრო გამოცდილებაც გამოჩნდა, ჩნა? მეზღვაურები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, სიტყვათა თამაში არ მიგულისხმი. ეხლა საინტერესო ის არის, რომ გუშინ სანამ რუბიო ამ ბრიფინგს ჩაატარებდა, სხვათა შორის ნება-მომეცით უბრალოდ აღნიშნო, რომ როგორც ყველა მიცის, რუბიოს შესახებ მემები ვრცელდება. მას ყველა სამსახური აქვს მსოფლიოში, პრეზიდენტი კი მუდმივად ახალ-ახალ დავალებებს აძლევს. და გუშინდელი დავალება იყო კაროლინ ლევიტის, თეთრი სახლის პრესპიკერის შეცვლა, ან მისი დროებით ჩანაცვლება, რომელმაც ახლახან შვილი გააჩინა. და როცა რუბიო პრეს-ბრიფინგის ოთახში შევიდა, ჟურნალისტებმა სიცილი დაიწყეს, რადგან თითქოს უხერხულად შეიხედა. რადგან ყველა მიცის, რომ მას ამდენი სხვა საქმეც აქვს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ვირუსული ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ოჯახურ ქორწილში იყო და DJ იყო. და სინამდვილეში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა მას, რა არის შენი DJ-ის სახელი? საქმე ისაა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ ოფისში იყო და ახალგაზრდებისთვის ფიტნესის ჯილდოს გადასცემდა. და ოვალურ კაბინეტში მან ასევე ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა ირანზე, თქვა, რომ დიახ, ჩვენი ბლოკადა მუშაობს, მაგრამ ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს, რადგან მათი პირობები ჩვენთვის მიუღებელია. და ასევე თავდაცვის მინისტრმა, ან როგორც გინდათ, ომის მინისტრმა, პიტ ჰექსეთმა, ასევე სიტყვით გამოვიგა. და ასე რომ Raising Cane-თან ერთად კიდევ ერთხელ მკაცრი განცხადებები სამხედრო ძალაზე. და შემდეგ, აი თურმე რუბიოს პრესკონფერენციიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩუც სოჯონზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა. ნება-მომეცით წადიკითხოთ. პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნის საფუძველზე ის უზარმაზარი სამხედრო წარმატება, რომელიც ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს ჰქონდა, და ასევე ის ფაქტი, რომ ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმებისკენ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ ორმხრივად შევთანხმდით, რომ ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება, პროექტი თავისუფლება. გემების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში მოკლე დროით შეჩერდება, რათა დავინახოთ შესაძლებელია თუ არა შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება და ხელმოწერა. მარკ, უნდა გითხრა, ძალიან იმედგაცრუებული და შეშფოთებული ვიყავი იმ პოსტით. რადგან როგორც მე ვხედავ, ირანელები, ვინც არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს ირანში. და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს დაპირისპირებებები რევოლუციურ გვარდიასა და პრეზიდენტს შორის და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი აუცილებლად აღიქვამენ ესეთ განცხადებას სისუსტედ. რას ფიქრობთ ამაზე? პირველ რიგში ეს განცხადება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რადგან ვფიქრობდი, როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, რომ ამერიკელები გამარჯვების სტრატეგიას ეძებენ. თქვენ ბლოკაუტმათ და ხსნით ბლოკადას სხვა ქვეყნების სხვა ნავთობის ექსპორტიორების მიმართ. და ამით, ესე ვთქვათ, ირანელები ზარალდებიან. მათ არ შეუძლიათ ნავთობის გაყიდვა, მათი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში იყო ომის დაწყებამდე. ეხლა ყველაფერი 100-ჯერ უფრო ცუდადაა. იცით, ბევრად უარეს მდგომარეობაში არიან. მათ თავიანთ ხალხს ვერ უხდიან, ვერ აფინანსებენ საკუთარ რეჟიმს. ეს არამდგრადია, ხო ესე. და მე ვფიქრობდი, რომ დრო ტრამპის მხარესაა, რადგან ყველა ნოემბერზე საუბრობს, მაგრამ ირანელები ვერ დაელოდებიან ნოემბრამდე. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ბლოკადა მოქმედებს, ხომ ასეა? თქვენ ძალიან ძლიერად დაარტყით მათ სამხედრო ოპერაციაში. ეხლა თქვენ მათ საერთოდ არ აძლევთ შემოსავლის მიღების საშუალებას. უბრალოდ დაელოდეთ და უყურეთ, როგორ იხარშებიან საკუთარ წვენში, ხომ ასეა? და მე ვფიქრობდი, უბრალოდ გააგრძელეთ ასე. და მე ვთქვი, რატო ხსნის ტრამპი ეხლა ბლოკადას? რას აკეთებს ის? ის ბლოკადას ინარჩუნებს, მაგრამ ოპერაციას ატარებს, რომ ნავთობი დასავლეთში გაიტანოს, ხომ ასეა? ნავთობი არაბული ქვეყნებიდან. და ერთი წამით მომიტევეთ. ეს მხოლოდ ნავთობი არ არის. სასუქიცაა მოსავლისთვის. ბევრი საქონელია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, მსოფლიო ეკონომიკისთვის, დიახ. სწორია. და ამიტომ ვიფიქრე, რატო თმობს ამ კოზირს? რადგან იცით, და ამიტომ გეტყვით, როგორც მართველი, ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსებთან უმუშავია, ზოგჯერ როცა რაღაცას ამბობენ, ეს ძალიან მართალია. კარგი. და შესაძლებელია, რომ მან, როგორც თქვა, პაკისტანელებისგან რაღაცა მნიშვნელოვანი მოისმინა.
რომ ირანელები საბოლოოდ თეირანის ეს რეჟიმი საბოლოოდ მზად არის იმ ტიპის დათმობებზე, რასაც პრეზიდენტი ითხოვდა. ეხლა როგორც რუბიომ თქვა, იმ ბუმულში, რომელიც ახლახან ნახეთ, პრეზიდენტს ურჩევნია შეთანხმება. მან ეს არაერთხელ თქვა. ის არ ახვება ირანის თამაშებს, დიახ. მაგრამ მას უნდა შეთანხმება, რომელიც მისი თვალსაზრისით კარგი იქნება. შეთანხმება, რომელიც რეალურად დაშლის მათ ბირთვულ პროგრამას. და ყველა ფიქრობს, რომ ეს გულისხმობს უკვე გამდიდრებული ურანის ირანიდან მესამე ქვეყანაში გატანას და მათი ნებისმიერი პოტენციალის, ნებისმიერი შესაძლებლობის განადგურებას, რომ ააშენონ ან გაამდიდრონ ახალი ურანი. კარგი. ეხლა თუ ეს შეთანხმების ნაწილია და ირანელები საბოლოოდ ნებდებიან, რადგან მიხვდნენ ხომ ასეა, რომ ისინი ჩიხამდე მივიდნენ, ხომ ასეა. ისინი სრულიად სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულები არიან. ეხლა კი ეკონომიკურადაც დამარცხებულები არიან და აღარ აქვთ ის სტრატეგიული ვიწრო გასასვლელი. ხომ ასეა? ესეც წაართვეს. ისინი საბოლოოდ ნებდებიან. და ასე ჩანს, სულ მცირე ტრამპს გონია, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, რადგან ის დათანხმდა, რომ მიმდინარე ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმ გემების ყურედან გამოყვანას, დროებით შეეჩერებინათ. სხვა რა მიზეზით დათანხმდებოდა ამას? კარგი, პირველ რიგში ერთი ახსნა, რის გამოც ის დათანხმდებოდა ამას. არის ის, რომ პაკისტანელი შუამავლები არიან. სხვადასხვა პაკისტანი დასავლეთის მეგობარი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტ ტრამპს უყვარს მათი ქება. თუმცა ასე ლაპარაკობს ის. კარგი. მაგრამ პაკისტანელებმა უდავოდ უთხრეს მას. მოიცა ერთი. არის მოლაპარაკების შესაძლებლობა. ეხლა ეს სისულელეა. რატო არის ეს სისულელე? ეს არის ისლამური რესპუბლიკის გზა დროის გასაჭიანურებლად. ეხლა შენ ნოემბერი ახსენე, მაგრამ დაგავიწყდა ამას დამატება. ვიცი, რომ ამერიკელები ამას იციან, მაგრამ ნოემბერი არის ის დრო, როცა კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება შეერთებულ შტატებში. ამიტომაც ბევრი ადამიანი ამას თვლის ტრამპის, ესე ვთქვათ, საბოლოო ვადად. და იმედოვნებს, რომ მანამდე მიაღწევს იმგვარ გამარჯვებას, როგორცაც ის ისურვებდა. და იმედია ეს გააძლიერებს რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში. მაგრამ აი რა არის მთავარი. იცით, რამდენადაც მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს და ნამდვილად ვაფასებ, ამას არაერთხელ მithქვამს. მე ვფიქრობ, რომ მასაც სჭირს დასალური სენი, ვერ აცნობიერებს, რომ ეს ადამიანები ჯიჰადისტი მანიაკები არიან. თვითონაც კი უწოდებია მათ შეშლილები. მარკო რუბიომაც მათ შეშლილები უწოდა. და პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა, რომ ესენი ავადმყოფი ადამიანები არიან. ასე რომ ერთი მხრივ ესმით ეს, მეორე მხრივ, რასაც ვერ აცნობიერებენ, მეშინია არის ის თავდადება, რომელიც მათ აქვთ, რომ ირანელებს, ისლამისტებს, რადიკალ ისლამისტებს, იქაულ შიიტურ რეჟიმს ურჩევნია დაიღუპოს, ურჩევნია თვითმკვლელობა ჩაიდინოს, მაგრამ არა უბრალოდ თვითმკვლელობა, არამედ ალლაჰისთვის მოწამეობა. და ისინი მზად იქნებიან, რომ თავიანთი ხალხიც თან გაიყოლონ. ასე რომ, როცა იბრძვი, ეს უთანასწორო ბრძოლაა და ჩვენ ვიცით, რომ ეს მხოლოდ მათი სტრატეგია არ არის. ასევე ყველა რადიკალი ისლამისტი ასე იქცელა. ისინი ყურანს უყურებენ და ამბობენ, ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია მოვიტყუოთ იმისთვის, რომ მივახციოთ იმას, რაც გვინდა. რა თქმა უნდა, ამას უბრალოდ პარაფრაზირებას ვახდენ, ასე ამტკიცებენ ისინი, ამაზე დაყრდნობით მოქმედებენ. ეხლა მე იმედი მაქვს, რომ იმ ახსნის ნაცვლად, რაც მოგეცით, პრეზიდენტი ტრამპი უბრალოდ მოტყუებულია პაკისტანისა და ირანის მიერ. იმედი მაქვს, რომ ეს ბოლომცდელობის ხრიკია, რათა ირანი მოატყუონ, თქვათ, მოულოდნელობის ეფექტის შექმნან მოახლოებული თავდასხმისთვის. და როცა მან თქვა, როცა მარკო რუბიომ თქვა, რომ ეპიკური რისხვა დასრულდა, დიახ, ის გულისხმობდა, რომ ომის ის ნაწილი, ოპერაციის ის ნაწილი ეპიკური რისხვა იყო. ეს დასრულებულია. მაგრამ შემდეგ ოპერაცია სხვა სახელი ექნება. სულ ესაა. მინდა უპასუხო, პირველ რიგში მინდა ვიცოდე თქვენი აზრი პაკისტანის შუამავლობაზე. პაკისტანი ისრაელის მეგობარი არ არის. დღემდე პაკისტანის პასპორტებზე წერია, ეს არ არის 30 წლის წინანდელი რამ. წერია ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, გარდა ისრაელისა, ხო ასეა? პაკისტანი უარს ამბობს ისრაელის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. პაკისტანი უარს ამბობს ნორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთთან, რუსეთთან, სხვადასხვა ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენ მიმართ მთრულად არიან განწყობილნი. პაკისტანი ამაზეც კი ამბობს უარს, ხომ ასეა?
ჩვენ გვაქვს ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან, ხომ ასეა? პაკისტანს ასე მოქცევაც კი არ სურს. მათი მინისტრები მათ მთავრობაში ყველაზე სკანდალურ რამეებს ამბობენ ისრაელზე, ხომ ასეა? და ისრაელისთვის იდეა, რომ არსებობს რაღაცა ნეიტრალური, სამართლიანი შუამავალი, უბრალოდ აბსურდულია, ხო ასე? ისინი ძალიან მტრულად არიან განწყობილნი. და ჩვენ ვიცით, რომ წარსულში მათი უსაფრთხოების სამსახურებს ჰქონდათ ურთიერთობებით ხალიბანთან და სხვა ისლამისტ ექსტრემისტებთან. ისინი პრობლემას წარმოადგენენ. მაგრამ სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში პაკისტანს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და სხვადასხვა საკითხში ეხმარებოდა მათ. ცივი ომის პერიოდში ისინი ცივი ომის მოკავშირეები იყვნენ, მაშინ როცა ინდოეთი ბევრ შემთხვევაში მეორე მხარეს იდგა. ცნობილია, რომ კისინჯერი, როდესაც ჩინეთში საიდუმლო ვიზიტი განახორციელა ნიქსონების ცნობილი ვიზიტის წინ, დიახ 1972 წელს პაკისტანში იმყოფებოდა ვიზიტით. მას მუცელი ასტკივდა და წავიდა რომელიღაცა სასტუმროში ან მთაზე მდებარე სტუმრების სახლში. და სინამდვილეში მან ფარულად პაკისტანური თვითმფრინავით პეკინში გაფრინდა თავისი საიდუმლო მისიის შესასრულებლად. ასე რომ იქ ურთიერთობები არსებობდა. ეხლა, როგორც მე მესმის, პაკისტანელები აქ უბრალოდ გზავნილების გადამტანები არიან. ისინი მხარეებს შორის გზავნილებს გადასცემენ. და რა დონეზე გადასცეს მათ რაიმე სერიოზული შეერთებულ შტატებს, რამაც ტრამპის ყურადღება მიიპყრო. და კიდევ ერთხელ, მე არ მინახავს, არ ვიცი, მაგრამ იმისთვის, რომ ტრამპი გაჩერებულიყო, ჩემი ვარაუდია, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც, რაც მოლაპარაკებების თვალსაზრისით თამაშის წესებს ცვლის. ეხლა თქვენ ისაუბრეთ Epic Fury-ზე და დასრულდა თუ არა. მე ვფიქრობდი ამ დილამდე, რომ ამერიკის სტრატეგია იყო ბლოკადა. ისინი ყოველდღიურად უფრო მეტად იტანჯებიან ეკონომიკურად. ჩვენ გამოვიყვანეთ გემები ყურედან ჩვენი მეგობრებისთვის, ხსნით მას და ასე ნავთობის ფასები დაიწევს და ისინი საკუთარ ტანჯვაში იხარშებიან. და ბოლოს შეიძლება ისევ დაიწყონ ესკალაცია და თუ ისინი ესკალაციას მოახდენენ და მე ვპასუხობ, ვერავინ გამაკრიტიკებს, ხომ ასეა? კონგრესში დემოკრატებიც კი არა. თუ ირანელების როლას დაიწყებენ, ეს უკვე სხვა საკითხია. და სწორედ ამიტომ თქვა ჰიქსმა გუშინ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისევ ძალაშია. მაგრამ აქ რასაც ის აკეთებს, ის დიპლომატიურ გზას აძლევს შანსს. და ჩვენ უნდა ვნახოთ და პრეზიდენტმა ტრამპმაც უნდა ნახოს, ეს სერიოზულია, თუ ირანელები უბრალოდ თამაშობენ. კარგი, პირველ რიგში ისინი ისვრიან, ასვრიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ არა. არა, ეს არ არის სიმართლე, გუშინ იმ დღეს, არა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს არის. ეს გადაწყვეტილება, არა. არა. ვამბობ, რომ ისინი ისროდნენ, ისინი არ იცავდნენ ცეცხლის შეწყვეტას. და ისინი იყვნენ მიუხედავად იმისა, რას ამბობენ სულელი დემოკრატი პოლიტიკოსები და სხვა მემარცხენეები, ხორმუზის სრუტეში არაფერს არღვევს ტრამპი. ეს არის საერთაშორისო წყლები, არღვევს ირანი. ასე რომ, ეს უნდა გავარკვიოთ. და როცა რუბიომაც თქვა მოგვიანებით, მან თქვა, ნახეთ, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეს იღენებენ, იმისთვის, რომ სოფლიო მძევლად ყავდეთ, წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდნენ, რომ ბირთვული იარაღი ქონოდათ. რაც თავარ პირობამდე მიგვიყვანს, რომლის გარეშეც ტრამპი ვერანაირ შეთანხმებას ვერ დათანხმდება. და ეს არის ის, რომ ამერიკამ უნდა გაიტანოს მათი მთელი გამდიდრებული ურანი. არა მხოლოდ 60%-ით გამდიდრებული ურანი, მათ სხვა ურანიც აქვთ 20%-ით გამდიდრებული და ამისთვის საჭიროა ღრმად მიწისქვეშ ჩასვლა. ეს სერიოზულ ოპერაციას მოითხოვს. თუ ერთი წამით მაინც ფიქრობთ, რომ ამ რეჟიმში ვინმე, მათ შორის ეგრეთ წოდებული პრაგმატიკოსები, მზად არიან ამას, მათ ერთადერთ ბერკეტს თავი დაანებონ, თავს ატყუებთ და ტრამპიც თავს ატყუებს. თუმცა შეიძლება არც ატყუებთ ეს. მან სულ ამბობდა, ნახეთ, ისინი შეშლილები არიან, ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, ჩვენ ისევ და ისევ შანსს ვაძლევთ. ეს არის ის, რაც მათ უნდა გააკეთონ, უარი თქვან ბირთვულ იარაღზე, უარი თქვან ტერორიზმზე, ძირითადად ის ბირთვულ იარაღზეა კონცენტრირებული. ეხლა ნება მომეცით რაღაც კითხრათ. თუ ის ისევ და ისევ აძლევს მათ შანსს და მათ საშუალებას აძლევს დაუსჯელად ესროლონ სპარსეთის ყურეში, ეს მართალია. მათ ჯერ არ გაუკეთებიათ ეს. ისრაელზე არ უსვრიათ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, გეუბნებით, ისრაელის საჰაერო ძალები მაშინვე იმოქმედებდნენ. და ჩვენ ეს ვიცით, ისევე როგორც ირანში მყოფი ძალაუფლების მქონე პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი ამ მომენტში. კიდევ ერთხელ, იქაური ხელმძღვანელობა ცოტა არასტაბილურია. მაგრამ აი რა არის მთავარი? თუ ის არაფერს გააკეთებს, მოусმინეთ, მას შემდეგ რაც ტრამპმა ეს გამოაქვეყნა, მე სოციალურ მედიას ვკითხულობდი.
სოციალურ მედიას კითხულობდი. და იმ ადამიანების გარდა, ვინც ომის წინააღმდეგია, ვინც თლიანად მის ომს ეწინააღმდეგება, ხალხი გაბრაზებულია, რომ ის ამას აკეთებს. ღმერთო ჩემო, რა გააკეთე? ისინი შენს ხელში არიან. ზუსტად იქყავს, სადაც გინდა. ტრამპი, ირანი, ზუსტად იქყავს, სადაც გინდა. და ეხო თავს იკალებ. ეს ასაცილოა. და არ უნდა გააკეთო ესე. როგორც თქვი, ჩემი აზრით ამას სამხედრო სტრატეგიასთან კავშირი არ აქვს. ეს უკავშირდება ისლამისტების აზროვნებას. და მათ თვალში არ მაინტერესებს რა უთხრეს პაკისტანს. მათ თვალში ეს სისუსტეს აჩვენებს. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დიდი ზესახელმწიფოა. და ის ისევ იმეორებს. კარგი, კიდევ ერთ შანსს მოგცემთ. სიტყვის შესულების ან დაპირების შესულების ნაცვლად. მან თქვა, უბრალოდ ბოლომდე დავარტყამთ მათ. ან რა სიტყვებიც არ უნდა გამოეყენებინა. მან თქვა, ან დაემორჩილებიან, ან ინანებენ. და ეხლა დაემორჩილნენ ისინი, არა. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით რა ეწერა მარკსში, შენ მეუბნები რომ მათ პაკისტანს უთხრეს. კარგი, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობებს. ჩვენ მივცემთ ამერიკასა და ისრაელს უფლებას, შემოვიდნენ და ყველა ბირთვული იარაღი წაიღონ და გავანადგუროთ ისინი. და ჩვენ აღარასდროს გავამდიდრებთ ურანს. და ჩვენ შეიძლება უპასუხოთ, დიახ, მართალი ხარ. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მივიღეთ ირანის პოზიციის დოკუმენტი და მან უარი თქვა მასზე, ხომ ასეა? მან ასე თქვა, რადგან ირანელებს ჰქონდათ ეს სულელური წინადადება, რომ მზად იყვნენ გაეხსნათ სრუტეები, მაგრამ ბირთვულ პროგრამაზე საუბარი გადაედოთ. ამას მერე განვიხილავთო, ხომ ასეა? და ტრამპმა სწორად თქვა უარი. რა თქმა უნდა, ეს გინდათ, სწორედ ეს გსურთ. გინდათ შეინარჩუნოთ თქვენი ბირთვული პროგრამა, ასეა, ხომ? და როგორც მე ხვდები პრეზიდენტის პოზიციას მნონი თქვენს მეთანხმებით, ის ამბობს ხომ ასეა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბირთვული პროგრამა და შეთანხმება არ იქნება, ხომ ასეა? მე ამაზე ვრჩები, შეთანხმება არ იქნება. ეს არ დასრულდება, სანამ ბირთვულ პროგრამაზე სერიოზულ დათმობაზე არ დათანხმდებით. ეს არის ტრამპი. მე მჯერა, რომ ის ძალიან გულწრფელია. ფიქრობ, ეს არის მისი მთავარი არგუმენტი ომის გასამართლებლადაც. თუ ის ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა ბირთვულ პროგრამაზე, ვერ ეტყვის ამერიკელ ხალხს, რომ ომი მოიგო, მას სჭირდება, რომ მიიღოს ის, რაც სჭირდება ბირთვულ პროგრამაზე. სხვა საკითხებზე, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია, ის შეიძლება უფრო მოქნილი იყოს. იცით, მას არ შეუძლია, თუ ვერ მიიღებს, მაგრამ თუ პრიორიტეტს მიანიჭებს და ამბობს, რომ თავარი ბირთვული პროგრამაა, მას არ შეუძლია. მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კომპრომისზე წავა. და ასე რომ ჩემი გაგებით, სწორია, ირანელებმა რაღაც თქვეს, რამაც დააფიქრა, რომ ისინი საბოლოოდ სერიოზულად არიან განწყობილი. ანუ მან თქვა, ან ეს, ან სწორია. და მისცეს მას ეს, ეხლა თქვენ ამბობთ. უნდა იყო სკეპტიკური. ირანელები უბრალოდ დროს იგებენ. ასე რომ თუ 48 საათში პრეზიდენტი იტყვის, რომ ეს სერიოზული არ იყო, სტივ ვიტკოფმა და ჯარედმა ყველაფერი გადაამოწმეს და ისინი უბრალოდ თამაშ-მეთამაშებიან, ხომ ასეა? მაგრამ იდეა ისაა, რომ თუ მათ მისცეს მას რაიმე, რაზეც შეიძლება იმუშაოს და მას სურს მათი წახალისება. ასე რომ 2 დღე, 3 დღე დიდი ამბავი არ არის მოლაპარაკება, ანუ მან კარგად იცის როგორ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, როგორც ის ამ დრომდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ხომ ასეა? და მოლაპარაკებებს თავისი დინამიკა აქვს. თუ ის თავის პრინციპებს არ უღალატებს, შეიძლება მან მიიღო ნიშანი, რომ ბოლოს და ბოლოს მთელი ამ ზეწოლის გამო ირანელებმა ეს საბოლოოდ გაიგეს. არჩევანი აქვს. ან ისევ ომში დაბრუნდნენ, რაც არ უნდათ, ან გააგრძელონ ეს ბლოკადა, რაც მათთვისაც ცუდია. ხო ესეა, ეკონომიკური ომი მათ წინააღმდეგ. ისინი ახლა წაგებულ მდგომარეობაში არიან, შესაძლებელია, რომ ბოლოს და ბოლოს მისცეს მას ის, რაც აქამდე არ უთქვამთ. არანაირი შანსი არა, ჩემი აზრით, არანაირი შანსი არ არის, რომ ისთვის რამე ახალი ეთქვათ. შესაძლებელია, რომ მათ გამოიყენეს ისეთი სიტყვები, ან პაკისტანელმა შუამავლებმა გამოიყენეს ისეთი სიტყვები, რომლებიც გარკვეულწილად დამაიმედებელი იყო. კარგი? რადგან იცით, ჩვენ ვიცით, რომ მათი წინადადებები მოიცავს ყველანაირ აბსურდულ პირობებს. მათ შორის კომპენსაციას ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის. მაგრამ მოდი ამას ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. არანაირი შანსი არ არის, რომ მათ სრულიად თქვეს, კარგი, ბირთვული იარაღზე უარს ვამბობთ. ეს გამორიცხულია. და ისევ პრეზიდენტმა ტრამპმა მათ მისცა ვადა. ის მუდმივად ემუქრება, შემდეგ ვადა მოდის და გადის. და მერე კიდევ აძლევს დროს. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ის არასწორად იქცევა ესე რომ აკეთებს. მართალი ხარ, ის ბრწყინვალე მოლაპარაკეა და მართალი ხარ, ეს მისი თემაა. არ მჯერა, რომ ის ამაზე უარს იტყვის.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ როდესაც ისლამისტები, და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ირანის რეჟიმი ესეთია, ესეთ ქცევას მოლაპარაკების დროს ხედავენ, მათთვის ეს დასავლური სისუსტეა, დასავლური ლიბერალიზმი. ჩვენ მხოლოდ შეთანხმება გვინდა. ეს გვირჩევნია. გვირჩევნია მშვიდობა, აი სიტყვა მშვიდობა და შეთანხმება. და ისინი დროსაც იგებენ, რადგან აკვირდებიან და ადევნებენ თვალს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს შეერთებულ შტატებში. და ხედავენ, რომ დემოკრატები თლიანად აფეთქდნენ ამ ომის გამო, სიტყვაზე თამაში არ იყო განზრახული. ჩვენ ხედავთ, რომ უფრო მეტი რესპუბლიკელი ამბობს, მან ეს არ აუხსნა. და რისთვის გჭირდება ეს? ეს ჩვენი ომი არ არის. ისინი ამას ხედავენ და ისმენენ, როგორ ამბობს ტრამპი. ჩვენ უბრალოდ შეთანხმება გვინდა. და ეს ნიშნავს, რომ ისინი დროს იგებენ. დროს ტრამპი არ იგებს. და ვფიქრობ ამ ხრივ, და ის შესანიშნავი მოლაპარაკეა, მაგრამ ამ ხრივ მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ მან სრულად გაიგო მათი მენტალიტეტი. და მან ნამდვილად იცის, რომ უპირატესობა აქვს. მან იცის, რომ მათ უფრო ძლიერი სამხედრო ძალა აქვთ და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ესმის, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ალლაჰისთვის მოკვდნენ და საკუთარი ხალხიც მოკლან. და იცი, მათ შორის, სხვათა შორის, თუ მათ უკვე ექნებოდათ ბირთვული ქობინი, რო თქვან იცი რა, ბოლო შანსს ვცდით. ჩვენ უბრალოდ ბირთვული იარაღს გამოვიყენებთ და თავადაც განვადგურებით, მოკვდებით, რადგან მერე ყველანი იცი 60-ში მოხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს და შენ ამას მიანიშნე, მაგრამ საჭიროა პირდაპირ ითქვას. მხოლოდ ამერიკელები არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. პარალელურად მათ რეგიონში უზარმაზარი სამხედრო ძალა ჰყავთ, ხო ესეა? 3 ავიამზიდის დარტყმის ჯგუფი, ხო ესეა? ისრაელი მზადაა ისევ იმოქმედოს, ხო ასეა? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კეთილები ვართ, ხო ასეა? ირანელები ხვდებიან, რომ თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ძალიან სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევთ. და მათ იციან, რომ არც ტრამპი და არც ნეთანიაჰუ ვეგეტარიანელები არ არიან, ხომ ასეა? თუ ძალის გამოყენება დასჭირდებათ, ძალას გამოიყენებენ. და თქვენ ნახეთ, როცა მათ სცადეს გადაზიდვების შეჩერება, მანამდე სანამ ტრამპი ამ ბოლო ამბავს გააკეთებდა, იცით, იყო მყისიერი რეაგირება, მყისიერი და ძლიერი პასუხი. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ვფიქრობ, რომ ჰექსეტმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ ყურეში ბრძოლა მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც ჰექსეტი საუბრობს ყურეში, ცოტათი გავს ცეცხლის შეწყვეტას ლიბანში. ცეცხლის შეწყვეტა არ არის, მაგრამ არსებობს ჩართულობის წესები. ხო ასეა, ისრაელი ძალიან აქტიურია სამხრეთ ლიბანში და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. და შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან, რომ ბეირუთის სამიზნეები დროებით არ შევეხებით. თავს შევიკავებთ, ხო ასეა. მაგრამ ლიბანში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენ ვანადგურებთ ხიზბალას ინფრასტრუქტურას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ცეცხლის შეწყვეტის, ასე ვთქვათ, პირობითი შეთანხმება მოქმედებს. ბრძოლები ყურეშიც იქნება. შეიძლება ისინი რაღაცას გააკეთებენ და ჩვენ პასუხად დავარტყამთ. მაგრამ ამერიკულ და ისრაელულ თავდასხმებს თეირანზე არ ექნება ადგილი და არც მათი რაკეტები იქნება გამოყენებული, ხომ ასეა? ახალი, ასე ვთქვათ, სამოქმედო წესები იყო. ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როცა ირანზე ბლოკადა მოქმედებს, რაც რეალურად ანადგურებს მათ, ხომ ასეა? ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ეს მონგებიანი სტრატეგია იყო. და სწორედ ამიტომ თქვენს ამერიკელებმა, არა, ჩვენ არ გვინდა სრულმასშტაბიან ბრძოლაში დაბრუნება. სრულმასშტაბიან ბრძოლაში მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებით, თუ ირანელები გვაიძულებენ ამას. თუ ისინი გაზრდიან დაძაბულობას, მაშინ უპასუხებთ, ხომ ასეა? მაგრამ მაშინ უკვე გააქვს პასუხისგაცემის ლეგიტიმაცია. ასე რომ უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რადგან ჩვენი დრო იწურება რუთინ და ვთქვით, რომ თითოეული პოდკასტის ბოლოს 3-4 წუთი პოლიტიკაზე გვინდა ვისაუბროთ. მანამდე მითხარი, რომ ბენი განცზე გსურდა რამდენიმე სიტყვა გეთქვა. იცი, ბენი განცი საინტერესო ფიგურაა ისრაელის პოლიტიკაში. პირველ რიგში ვფიქრობ, ღირს ავუხსნათ მაყურებლებს, ვინც არ იცის, ეს ვიცი ბევრმა უკვე იცის, მაგრამ ქნესეთს, ისრაელის პარლამენტს 120 წევრი ჰყავს და ჩვენ მრავალპარტიული სისტემა გვაქვს. ეს ისე არ არის, როგორც შეერთებულ შტატებში. ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ ვიღაცა, მაგალითად ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრი, იყოს ისევ და ისევ. ჩვენ არ გვაქვს ვადების შეზღუდვა, რადგან პრემიერ-მინისტრს არ ვირჩევთ. ჩვენ ვაძლევთ ხმას პარტიას. და ის უბრალოდ უდგას სათავეში ყველაზე დიდ პარტიას. და რატო ვახსენებ ამას?
იმიტომ რომ ყოველ რამდენიმე წელიწადში ჩნდება ახალი დიდი იმედი, ესე ვთქვათ, რომელიც უნდა მოვიდეს და ჩაანაცვლოს ლიკუდის პარტია ან ნეთანიაჰუ როგორც მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. და ბენი განცი ერთ-ერთი ესეთი იყო. სხვათა შორის იაერ ლაპიდიც კიდე ერთი იყო. ისინი მოდიან, იღებენ ბევრ მანდატს, იყო არჩევნები, სადაც ბენი განცი თითქმის პრემიერ-მინისტრი გახდა. მას უფრო დიდი პარტია ჰყავდა, მაგრამ შემდეგ ვერ შეძლო კოალიციის შექმნა და ასე შემდეგ. ჩვენ კოალიციების შექმნა გვიწევს. ეს ჩვენ ჰოლანდიაშიც ვნახეთ სხვათა შორის, სადაც ყველაზე მეტი მანდატის მქონე პირმა ვერ შეძლო კოალიციის შექმნა. ეს გახლავთ გირდე ვილდერსი. ეს ისრაელშიც მოხდა. და ბენი განცი ამჟამად ის იყო ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ თითქოს ნეტანიაჰუს შემცვლელს. დღეს ყველა გამოკითხვის მიხედვით, ყველა სოციოლოგის თქმით, ის ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. სხვათა შორის ისრაელში ეს ნიშნავს, რომ 4 მანდატი გჭირდება. თუ 4-ზე ნაკლები გაქვს, საერთოდ ვერ ხვდები კნესეთში. მინიმუმი აუცილებელი. ხმების 3 და 4%. ეხლა ბენი განცი მძიმე მდგომარეობაშია და რაც მოხდა ისა, რომ მისი პარტიის ყველა ერთგული წევრი ტოვებს პარტიას. ეს სიმართლე. საწვენია ამის ხურება, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ორჯერ შეუერთდა ნეთანიაჰუს მთავრობას. ერთხელ მაშინ, როცა კორონას კრიზისის დროს ჰქონდათ როტაციის შეთანხმება და ბენი განცმა თქვა, რომ ეროვნული კრიზისია და უნდა შეუერთდე მთავრობას. და მეორედ 7 ოქტომბრის შემდეგ. და შემდეგ, როცა ის უკვე კოალიციის ნაწილი გახდა 7 ოქტომბრის შემდეგ, ანუ 7 ოქტომბერს ოქტომბერს ის მთავრობაში არ იყო, ის მოგვიანებით შეუერთდა, ასე რომ მას არ აკისრებდნენ პასუხისგებლობას მასაკრისთვის, რადგან მაშინ მთავრობაში არ იყო. ის შემდეგ შეუერთდა, რათა დახმარებოდა და ამის შემდეგ მისი რეიტინგი ძალიან მაღალი იყო. გამოკითხვებში დაახლოებით 40 მანდატს იღებდა. ის იყო, როგორც ყველა ამბობდა, როგორც თქვენ თქვით ადრე, ის იყო უეჭველი კანდიდატი. და ეს 2 წლის წინ იყო, ხო ასეა. ის უეჭველი გამარჯვებული იყო შემდეგი არჩევნებისთვის. და მან დატოვა მთავრობა. და მისი რეიტინგი სულ უფრო და უფრო ikლებდა. და უკვე რამდენიმე თვეა 3.25%-იან ზღვარს ვერ სცდება. და ეხლა მის გარშემო მისივე პარტიაში მყოფი ადამიანები იწყებენ წასვლას. და ჩანს, რომ მისი პარტია, რომელსაც ლურჯი და თეთრი ქვია, მკვდარია. და ეს საინტერესოა, რადგან ამბობთ, რომ ყოველთვის არის ვინმე, ვინც ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუპირისპირდება და მოიგებს. და ის ძალიან პერსპექტიულად გამოიყურებოდა. ის სიმპათიური კაცია, მაღალია. ქალებს მოსწონთ ის, იმიტომ რომ იცით ის, ხო, სამხედრო გამოცდილება ყოფილი შტაბის უფროსი. სხვათა შორის სიმაღლეზე ბევრი კვლევაა ჩატარებული ამ თემაზე. და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი თითქმის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში უფრო მაღალი კანდიდატი იმარჯვებს. არა ყოველთვის, ეს არ არის 100%-იანი, მაგრამ საინტერესოა, შეგიძლია უბრალოდ ამით იხმსხანელო. და ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი. და ბოლოს მისი ვარსკვლავი ჩაქრა. და რატომ? მაგრამ აი საინტერესო მიზეზი, რატომაც და აი ესაა პრობლემა. ვიცი, შენ გიყვარს ზომიერ ცენტრისტებზე ლაპარაკი, ესაა ცენტრის პრობლემა. კარგი. ბენი განცი ცდილობდა ყველა ბანაკში ყოფილიყო, იცი, როგორც ებრაულად ამბობენ, ყველა სასიამოვნებას ცდილობდა. ის მართლაც ასე იყო, ამიტომაც შეუერთდა საგანგებო კაბინეტს ომის გამო, ყველაფერი კარგად და სწორად იყო. მას არ ეთანხმებოდა ნეთანიაჰუს, ომის კაბინეტში შიგნით იყო დაპირისპირებები, კამათობდნენ ომის გაგრძელების გზებზე, რა უნდა გაეკეთებინათ და როგორ დაებრუნებინათ მძევლები. ბევრი კამათი იყო. ქუჩებში მყოფი მომიტინგეები, რომლებიც ნეთანიაჰუს სძულთ და ისინიც, ვინც ღაზის ომამდე სასამართლო რეფორმას აპროტესტებდნენ, სძულდათ იქ. ისინი თითქოს ნახევრად მის მხარეს იყვნენ. და უთხრეს, მოღალატე ხარო ომის კაბინეტს და ნეთანიაჰუს შეუერთდი. მოღალატე ხარ. ამიტომ უცებ ის თითქოს და როცა გადადგა, აღარ მიიღეს სუგა. მათ, ანუ მემარცხენეებმა არ უთხრეს, შესანიშნავია, ისევ ჩვენს მხარეს დაბრუნდი. და მემარჯვენეებმა თქვეს, ომის დროს ომის კაბინეტი მიატოვე. ასე რომ მარტო დარჩა. ის დაბნეული დარჩა. და ეს ხდება იმასთან, ასაც თქვენ ცენტრს ეძახით. ეხლა დავასრულებ, რადგან დასასრულს უახლოვდებით. კარგი. მაგრამ მინდა ვთქვა, ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს სამწუხაროა. რადგან ეს აჩვენებს, რამდენად პოლარიზებული გახდა ისრაელის პოლიტიკა. რომ ყავს ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბანაკი, ყავს ძალიან აქტიური ანტი-ნეთანიაჰუს ბანაკი მარცხნივ.
და ბენი განცმა ძირითადად თქვა, კარგი არ მინდა ნეთანიაჰუ ნახო პრემიერ-მინისტრად, მე სხვას უჭერ მხარს. მაგრამ თუ ნეთანიაჰუ მიიღებს 61-ს, არ მინდა მასზე გავლენა კონდეს იმათ, ვისაც ის უკიდურეს მემარჯვენეებს უწოდებს. მინდა ვიყო კოალიციაში და გავხდე დამაბალანსებელი ძალა ამ გარემოში. და მე ვიფიქრე, მგონია რომ პოლიტიკაში კარგია. დიახ, თუ არსებობს პასუხისმგებლიანი ცენტრი. ასე რომ თუ მემარცხენე მთავრობაა, მათ შეუძლიათ ოდნავ ცენტრისკენ გადასციონ. თუ მემარჯვენე მთავრობაა, მათაც შეუძლიათ ოდნავ ცენტრისკენ გადასციონ და გეყოლებათ უფრო კონსენსუსზე დაფუძნებული ლიდერობა. გეყოლებათ მეტი იცით, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის კაბინეტში ზის, მას ყავს ვიღაცა მარცხნივ და ვიღაცა მარჯვნივ, ხომ ასეა. ვფიქრობ, ეს დემოკრატიისთვის სასარგებლოა და ასე იყო ყოველთვის ისრაელში. რადგან ჩვენ ყოველთვის ჰქონდა პროპორციული წარმომადგენლობა. ყოველთვის ჰქონდა მრავალპარტიული სისტემა და ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე მძაფრად იბრძოდნენ. შემდეგ კი შეთანხმებებს დებდნენ და კომპრომისებზე მიდიოდნენ. ასე იყო ყველა ისრაელის მთავრობაში. და ის ფაქტი, რომ ისრაელში ცენტრი აღარ არსებობს, რაღაცას ამბობს პოლარიზაციაზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ისრაელში. და მე არ ვფიქრობ, რომ ეს არაფერს კარგს არ ამბობს. ეხლა პოლარიზაცია ამერიკაშიც არის, მართალია. სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია. სხვა ქვეყნებში კი ცენტრი არსებობს. გულისხმობ, შეხედეთ საბრალო საფრანგეთს, სადაც მაკრონი ეხლა პოლიტიკურად დამარცხებულია, რადგან იქაც, როგორც ჩანს, ცენტრი იშლება. ასე რომ, მაგრამ მაკრონი ალბათ იმსახურებს ამას, მესამას, რა თქმა უნდა. მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროა ისრაელისთვის, რომ იქ არ არსებობს პარტია ცენტრში, რომელიც ითქვის, რომ ჩვენ ზომიერები ვართ და მზად ვართ ორივე მხარესთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ მას არ აქვს მხარდაჭერა. კარგი, ესე რომ ეს სულ სხვა საუბრის თემაა. რა თქმა უნდა, ამ ხრივ არ გეთანხმები, რადგან მე პირადად ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიას ისრაელის პოლიტიკის ცენტრად მივიჩნევ, არა მარჯვენად. ეს არის ცენტრი. და მის შინდრით და მის შიგნით. მისი მარჯვენა ფრთა საკუთარ თავს მარჯვენად მოიხსენებს. ხო, არა, თუ უნდა აირჩიო, რომელ მხარეს ხარ, არა. მაგრამ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჩვენ მარჯვენა ვართ. ერთადერთი ხალხი, ვინც საკუთარ თავს ცენტრს უწოდებს, მემარცხენეები არიან. მარკ, და ამ ხიარულ ნოტაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ვერ შევთანხმდებით. ზუსტად ესეა და ნება მომეცით თქვა. თუ მოგეწონათ, თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემები, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ. ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ jns.org. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სტატიები და ასე შემდეგ. შევხვდებით მომავალ კვირას. მოუთმელად ველი.